შეურიგებელი ბრძოლის ერთი წელი შესრულდა დღეს, თუმცა დღევანდელი დღით არაფერი არ სრულდება. ევროპული მომავლის მცველებს ჯერათ, რომ დღევანდელი დღიდან პროტესტი ახალ ფორმას შეიძენს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები. ხედავენ იმ ბრძოლას, რომელიც ევროპული მომავლისთვის ქართულ ხალხს უკვე ერთი წელია ღიად აქვთ გამოცხადებული და პრაქტიკულად ისინი სახში არ შესულან. ერთი რაც მამაცი ქართველი ხალხი მიუხედავად დაკავებებისა, რეპრესიისა, ასევე ჯარიმებისა, ძალადობისა იყენებს თავისუფლების უფლებას, გამოხატვის უფლებას. შვედეთის რჩება თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდამხარ. სულ ცოტა ხნის წინ ეს სიტყვები დატვიტა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ასე გამოეხმაურა ის სწორედ ერთი წლის თავს პროტესტის. 20 საათზე ნაკლები რჩება, რაც უნდა დაიწყოს მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დღეს სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანების, სინდისის პატიმრების, ოჯახის წევრებთან ერთად დადგებიან და პრაქტიკულად გაივლიან იმ გზას, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გადიან დემონსტრანტები. სინდისის პატიმრები და მათი ოჯახის წევრები მოუწოდებენ ყველას, რომ დადგნენ დღესაც მათ გვერდით უსამართლობისა და მათი თავისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, მტერსაც და მოყვარესაც, რომ ზუსტად არავინ არ წასულა სახში, არავის არ განელებია პროტესტი და ყველა, ვინც მაშინ იდგა ქუჩაში, დღესაც დგას ქუჩაში, იგივე მოთხოვნით, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ მომავალს, ქვეყნის გარანტირებული იყოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და უმთავრესი კიდე მათ შორის რაც არის, აი იმ დღის შემდგომ უამრავი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც გამომწყდეული ყავს რეჟიმს, სწორედ რომ მათი განთავისუფლებით უნდა დაიწყოს ყველაფერი ამ ქვეყანაში და თუ ჩვენი მხარდაჭერა უნდათ მე ვთხოვ ყველას, როგორც ერთ-ერთი პატიმრის, სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი, რომ დაგვიდგენ გვერდში, გამოვიდნენ ხვალ. ვიცი რომ პროტესტი დიდია, მაგრამ ქუჩაში გადმოიტანონ ის ხვალ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, არავის არანაირი საფრთხე არ ემუქრება, უბრალოდ უნდა ადგნენ და გამოვიდნენ და აჩვენონ ამ რეჟიმს, რომ პროტესტი რეალურია, პროტესტი არსებობს და პროტესტი იქნება, ვიდრე ეს არ დასრულდება გამარჯვებით. აუცილებელია, რომ დღეს ამ ბიჭების მაგივრად ვიდგეთ ჩვენ, თითოეული საქართველოს მოქალაქე და თითოეული ადამიანი, ვისაც უბრალოდ გული შესწირვა ამ ქვეყნის უკუსვლაზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებ და გეტყვით იმას, რომ ნუ დავიწყებთ წლების სათვლას 2024 წლის 28 ნოემბრიდან და რაც შეიძლება დროზე დავამთავროთ დაწყებული და მივიყვანოთ ეს ქვეყანა დამოუკიდებლობამდე და თავისუფლებამდე. აქ 8 საათზე პარლამენტთან უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, გაუზიაროთ ის საკითხები და ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაწუხებს და რაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივახციოთ ჩვენ გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ჯიუტად ყოფნა, ტყუილად არჩეულის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრება 7 საათზე არის დაანონსებული და 7 საათიდან უნდა დაიწყოს მსვლელობა. დემონსტრანტები გაივლიან მელიქიშვილს, ყალაძის ტიტუშკების ოფისს და მოვლენ სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე. ყველა ამ ქუჩას ახსოვს დარბევა, დაკავებები, ახსოვთ უსაფუძვლოდ ადამიანების ცემა, ბრძოლა, წინააღმდეგობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ქუჩაში გამოვა იმისთვის, რომ ერთი წლის თავზე საკუთარი პროტესტი და აფიქსიროს თავს სწორედ ქვეყნის იმ ცენტრალურ გამზირზე მოიყრის, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ ყველაფერი დაიწყო. ამ ადგილას კი თანამებრძოლებს დახვდებათ მოშიმშილე თანამებრძოლები, რომლებიც უკვე თითქმის ერთი თვეა რაც საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობენ ზუსტად იგივე მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც ხალხი ერთი წელია ქუჩაში დგას. სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავიძრებით ყველანი ერთად და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვალთ და თითოეული იმ ადამიანის ჩართულობის იმედი გვაქვს, ვისაც ოდესმე სიმართლისთვის ხმა აუმაღლებია და ჩვენ გვერდით მდგარა საქართველოს გულისთვის. ის რომ ჩვენ ყოველ დღე ვდგევართ და ის რომ რუსთაველის გამზირი გადაიქცა თავისუფლების კუნძულად, ეს საკმარისი არ არის. საჭიროა კიდე აი ასეთი
ხალხმრავალი მარშები, რომ მათ დავანახოთ, რომ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ, ჩვენ ახლა ვართ ურთულეს ბრძოლაში, რომელსაც ქვია ბრძოლა არა მარტო ჩვენი შვილებისთვის და მარტო პოლიტპატიმრებისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არის ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, მეზობლებისთვის, ამხანაგებისთვის, მეგობრებისთვის და ყველა იმ მოქალაქისთვის, რომლისთვისაც თავარია მისი ქვეყანა. საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ის ასეც იქნება, ესენი წავლენ და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ეს არის მნიშვნელოვანი აქცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ერთმანეთს, ჩვენს პარტნიორებს და რეჟიმს დავანახოთ, რომ ქართული ხალხი, საქართველოს მოქალაქეები არაპირებენ უსამართლობაზე გაურიგდნენ რეჟიმს და თვალი დახუჭონ იმ რეპრესიებზე, რომელ რეპრესიებშიც განსაკუთრებით ბოლო 1 წელია რეჟიმი აცხოვრებს მოქალაქეებს. ყველა ვინც ქუჩაში გამოდის, ფიქრობს, რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, კონსტიტუციისთვის, უსაფრთხოებისთვის, განათლებისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის, პოლიციელებისთვის, რომლებიც არიძალოდებენ მშვიდობიან აქციის მონაწილეებზე და ყველას ჯერა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია სწორედ ევროპულ ქვეყანაში, თავისუფალ სამყაროში და ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ხალხი 1 წელია ქუჩაში დგას. 7 საათზე შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება აქციის მონაწილეების, ასევე დაანონსებული არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობას შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები, ორი მსვლელობა გაერთიანდება და ისინი საბოლოოდ ყველანი თავს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე საკანონმდებლო ორგანოსთან მოიყრიან.